სამანიშვილის დედანაცვალეს ვიღებდით ჩვენ და მისი სცენარისტი არის რეზო ჭეიშვილი. რეზო ერთხელ ჩამოვიდა ჭიათურაში ვიღებდით, ჩამოვიდა და წამაკითხა, პატარა მოთხრობა იყო. წამაკითხა და როგორც კი წავიკითხე, მე მივხვდი რომ ამ პატარა მოთხრობიდან შეიძლება კარგი სცენარი გაკეთებულიყო და უთხარი რეზოს, მოდი გავაკეთოთ აი ამის მერე გავაკეთოთ ეს ფილმი. მართლა ხომ არაფერი მოგიტანია? დიახ, წარმოვადგინეთ ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი ბატონობას. მართლაც ეგრე მოხდა, დავამთავრეთ. დიდხანს მუშაობდი, თითქმის წელიწადი მუშაობდი სცენარზე. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ სცენარი არის საფუძველი კინოსი და აუცილებლად ფილმის და აუცილებლად უნდა იმუშაო დიდხანს, იმიტომ რომ თუ საფუძველი კარგია, მე უკვე კინოს გამოდის კარგი. მე უკვე დავიწყეთ ჩვენ გაფართოება, აი მაგალითად მარკ შეიდერი მოთხრობაში არ იყო, ასევე არ იყო მოლარე მოთხრობაში, არ იყო ბზარები, ან მთელი ეს ისტორია მე უკვე დაემატა. დღის მეორე ნახევრამდე რო დაველოდო ხომ შეიძლება? კი ბატონო, დაელოდოთ. დიდი მადლობა. რაღაცა ამ ბოლო დროს თავის ბრვალი დამეწყო. კიდე შემაქანა, უკაცრავად, რა იგრძენით? ჭირიდა სიკვდილი. ალბათ დაბალი წნევა გაქვთ, ქალბატონო თავი. 100 ამბობენ და რა ვიცი. პრემიები იქნება ქალბატონო თავი. პრემიები კი არა, ხელფასი ვერ დაგვირიგებია. სად არის ოთარი ამდეხან? ქვემოთ რთველი აქვს. კიდე შემაქანა. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მოიცეკეთ ერთი. მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაინტერესებდა, აი ეს ბზარი იყო აქ თუ არა? იყო მწერალი, რომელიც კინოსტუდიაში მოქონდა სცენარი და იყო დირექტორი. დანარჩენი ყველაფერი მერე გაკეთდა. შემდეგ უკვე 93 წელს გადავიღეთ ჩვენა. დიდი სიხარული იყო მაშინ, მე შემეძინა ქალიშვილი ელენე იმ პერიოდში და გადაღების დროს. შემდეგ უკვე გადავიღეთ, დავამთავრეთ და ნუ ეგეთი წესი იყო, რომ კომიტეტში ჯერ აქ ნახეს სურათი, ცეკაში ნახეს სურათი, მე უკვე მოსკოვში საკავშირო კომიტეტში და იქ არ მოიწონეს სურათი. ესო ანტისაბჭოთა სურათი არის და იყო ესეთი მომენტი, რომ შეიძლება საერთოდ თაროზე დაედგათ. მაგრამ მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ გარბაჩოვი ჩამოვიდა, ეს უკვე ესე იგი უკვე პერესტროიკის დრო დაიწყო. გარბაჩოვი ჩამოვიდა ბიჭვინთაში და მოითხოვა ფილმები. ჩამოვიდა შევარდნაძე. მათ შორის იყო რამდენიმე ფილმი იყო და ამავე დროს იყო ცისფერი მთები. თარგმნელმა მომიყვა, მე თან არ ვიყავ იქ, თარგმნელმა მომიყვა, რომ გარბაჩოვმა იცინა ბევრი. არაფრის არ მეშინია. მე შემიდგე და დამეცესო, არ მეშინია. არ მეშინია. მე ტანკისტი ვიყავი. ომამდე. იცით თუ არა თქვენ? მე ადგა და მე უთხრა შევარდნა ედუარდ, ჩვენ თუ რამე არ ვიღონეთ, აი როგორც აქ ჩამოვარდა ჭერი, შეიძლება ისე დაგვეხოთ ჩვენი სახელმწიფო. შემდეგ მე უკვე გავფრინდი მოსკოვში და იყო ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარე ერმაში, რომელსაც არ მოწონდა, იმას უნდა დაედო თაროზე ფილმი და ნუ როგორც წესი იყო მის კაბინეტში ეკიდა ლენინი და გარბაჩოვი. ნუ დამიწყო ლაპარაკი, რომ ეს არის ანტისაბჭოთა ფილმი. მე ვთხარი, თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ აი ამ კაცს მოწონსო. მობრუნდა და მეუბნება, რომ შენ საიდან იცი და მე მოვიტყოე, იმიტომ რომ ხო ის ეგ სხვანაირად არ შეიძლება და მე ვთხარი, ვიყავი ბიჭვინთაში, გარბაჩოვმა ნახა და ძალიან მოეწონა. აი ამის მერე მოხდა ისე, რომ ჯერ საკავშირო კიევში საკავშირო ფესტივალზე მიიღო პირველი პრიზი, მაგრამ შემდეგ უკვე კანის ფესტივალის დირექციამ დაპატიჟა ფილმი, მაგრამ უნდათ რომ ყოფილიყო კონკურსი. მაგრამ ერმაში ეს არ გააკეთა და იყო სარეჟისორო ხსენებაში. და მოხდა ესეთი უცნაური ამბავი, იმიტომ რომ კანის ფესტივალზე ფილმს ერთხელ აჩვენებენ და ცისფერი მთები აჩვენეს ერთხელ დილას. და იყო ცოტა რაღაც კრიტიკოსები იყო, მაგრამ გახმაურდა რომ კარგი ფილმი იყო და საღამოს აჩვენეს უკვე დიდ დარბაზში და ბევრი ხალხი იყო და მე მქონდა ძალიან კარგი პრესა, კაფკას ამბობდნენ, გოგორს ადარებდნენ და ეგეთი იყო მიღება. გივი, ჩვენ ვართ გივი. გივი ჩვენ ვართ. გივი.
ნუ რა თქმა უნდა, იცით, ძალიან სასიხარულოა რომ 29 წლის მერე გაიხსენეს, მაგრამ ამაში დიდი მონაწილეობა მიიღო თაკო ტატიშვილმა. ეს არის ყოფილი კინოცენტრის დირექტორი და ეხლა არის ევრიმაჟის წარმომადგენელი საქართველოსთან. თაკომ დაიწყო მუშაობა, შემდეგ უკვე იყო წარდგენილი 100 ფილმი და იქიდან აირჩიეს 20 ფილმი, რომელშიც არის ცისფერი მთები. იქ არის ფელინის ფილმები, გოდარის ფილმები, ანტონიონის ფილმები, ბერგმანის დიდი რეჟისორების ფილმები და თავისთავად სასიხარულო რომ ასეთ რიგში არის ცისფერი მთები და მე არ ვთვლი რომ ეს მარტო ჩვენი ჯგუფის მიღწევა, ეს საერთოდ ქართული ფილმის როგორც ფენომენის არის გარკვეული მიღწევა. აი ესეთი ამბავია. ისეთ რა არის, აი პირველად რო გავიდა კანის ფესტივალზე, მე საფრანგეთში საერთოდ გადიოდა ეს ფილმი. კინოებში გადიოდა რა, ის იყიდეს და გადიოდა რა. ამიტომ და მაშინაც იყო ძალიან კარგი პრესა რა. და ეხლა არის ესეთი ესეთი გადაწყვეტილება კანის ფესტივალის დირექციის და მე მგონი ძალიან სწორია რომ ახალი ფილმები რო არის ჩვენ უნდა გავიხსენოთ ძველი, კარგი ფილმები. და აი ამ რიგში მოხდა ცისფერი მთები. ხეთაზე ერთი რამბავი. შეიძლება ასეთი რამე. ყველაფერი გამიგია. ცხენბურთი გამიგია, წყალბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია. ეს მოტაბურთი რა უბეზურებ? რატომ საყურებლად არ აუშავს ბატონო ვაჟი? რას ლაპარაკობს ასე? რამბავი ამდენი ბურთი. არა, უნდა გავაუქმოთ ხელბურთი, თავბურთი და ეს მოტობურთი. სხვათა შორის ევროპაში ავტობურთსაც თამაშობს. ო, ამაშია საქმე. ავტობუსებით ბურთის თამაში გვაკლია ჩვენ. ისეთ რა გითხრათ, თემიკო ჭირგაძე იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. ჯერ კიდევ მოსკოვიდან ჩვენ მეგობრობდით. თემიკო იყო ვარატინში იყო აეროდრომი და იქ იყო ექიმი. ჩვენ ჩავდიოდით ხოლმე იმასთან, ის ჩამოდიოდა ხოლმე, იმიტომ რომ ხა სტუდენტებს ჩვენ ფული არ აქვს და იმას ჯამაგირი ქონდა და ნუ მოვიდოდა რაღაცას ვიქეიფები რა დროს გავატარები და შემდეგ უკვე არაჩვეული გამოფენა რომ დავიწყე, იქ თხოვე თემიკოს რომ წამოსულიყო. თემიკო ძალიან მორიდებული კაცი იყო, ვინაიდან იქ მეგობრები მოდიოდნენ. იქ იყო მისი მეგობარი ლეო სალახა, გიგლა ფირცხალავა, დოდო აბაშიძე, რა ვიცი, უამრავი მომღერლები იყვნენ და ერთი სიტყვით წამოყვა და იქ ძალიან კარგად შეასრულა თამადის როლი. ნება მომეცით ჩვენი საყვარელი სკოლის სადღეგრძელო შემოგთავაზ. იმ სკოლის, სადაც გავატარეთ ჩვენი ბავშვობის, ღრმობისა და ახალგაზრდობის დაუვიწყარი ბედნიერი დღეები. სადაც იმდენი სითბო და სიყვარული ვიგრძელით. გაუმარჯოს ჩვენ საყვარელ. ეს იყო პირველი ნაბიჯი. და შემდეგ უკვე როცა ცისფერი მთები დავიწყეთ, უფრო ადვილად წამოვიდა და მასთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო. იცით, აი მაგალითად საყვარელიძე, რომელიც ასრულებს მარკშეიდერი, იმასთან ძალიან ძნელი იყო. ბევრი რეპეტიციები, ბევრი დუბლები თემიკოსთან. ერთხელ რომ გავიდე რეპეტიციას, იმ წუთში გადაღება მზად იყო. ნუ იქ არაჩვეულებრივია ჩემი სად სესილია თაყაიშვილი და მოხდა ისე რომ მე ქალბატონ სესილიას ვიცნობდი და მივედი სახლში, მიუტანე მას სცენარი და რომ დახედა სცენარს, უთხრა არ წავუკითხია, მითხრა რომ შენ გიჟი ხო არა ხარ, მითხრა მე ხვალ თუ ზეთ უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან და როგორ გადავიღებ. მე ვუთხარ ქალბატონ სესილია, მე გიტოვებ სცენარს და თქვენ ხვალ მოვალ და მილჩიეთ, თქვენ თუ არა რომელი მსახიობი იქნება. მეორე დღეს გაისმა ზარი და ჩვეულებრივი ტელეფონი მობილურები არ იყო, მითხრა მოდი ჩემთან. მე მყავდა ნივა, წავედი მასთან და ვხედავ, შევედი მის ბინაში და ვხედავ რომ აი როგორც ფილმშია, ზუსტად ისე არის ჩაცმული. გვაქვს. როგორ არის აგერამ? ინევეთ. როგორ ზანდებით ქალბატონთან? ნელთბილად მარყებს რაღაც. თავი მტკივა და შპილკებს ვერ ვატარებ, ა? ეს ნავის ბრალი იქნა. მარკებს თორე ეგეც გემის კაპიტანია. რა შუაშია გემი? დედამიწა არ ირყევა მე ვთხოვე ქალბატონ სესილია, წუთებში გადაგიღებთ მეთქი და ის სამათყოფოში იწვა და იქიდან მოყავდათ ექიმებს და პაატაშვილი, ძალიან კაი ოპერატორია, მაგრამ დიდხანს აყენებდა შუქს. ნუ მე შედეგი კარგი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სანამ ქალბატონ სესილიას მოვიყვანდით, ჩვენ ვაყენებდით შუქს, ვიღაცა დადიოდა მიზანსცენას, მოვიყვანეთ წუთებში გადავიღეთ. შემდეგ უკვე კინოსახლში იყო პრემიერა.
და ქალბატონი სესილია მართლა თავდამბალი ადამიანი იყო, არ ამოვიდა სცენაზე. მთელი ჯგუფი იყო, წარვადგინე ყველა და მე უთხარი რომ ჩვენ ფილმში თამაშობს დიდი ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი და მუშტი შემიღერა, ესე იგი არ უნდა. ფილმი რო დამთავრდა, მივედი და ყველაზე კარგად მიიღო მაყურებელმა, იქ მილოცავდა რაღაცა, მაგრამ მე მაინტერესებდა ქალბატონი სესილიას ესე. მითხარ, ვიცი რა, კარგი ფილმია, რომ ვერაფერი ვერ გავიგეო. ცოტა ყურს აქვს ამას. და მე ვუთხარი რომ ხვალ ეს ცუდი კოპიოა და ხვალ მე ვუთხარი ახალი კოპიო იქნება მოგიყვანთ და გაჩვენებთ მეთქი. მეორე დღეს იგივე კოპიო იყო, მოვიყვანე, ავედი მექანიკოსთან და ვუთხარი რომ 10 წელი მაღლა მეთქი ხმა. ქალბატონ სესილიამ გაიგო, ყველა დაყრდნდა. და რომ დამთავრდა, მითხრა, რა კარგი ფილმიაო, რა კარგი ფილმია. შემდეგ მაშინ იყო ფილარმონია ხა საკონცერტო დარბაზი, რომ იქ ვაჩვენეთ ფილმი. და შევეხვეწე რომ წამოვიდეს. და ქალბატონი სესილია მითხრა მე ხმას არ ამოიღებ. მე ვთქარ არა როგორ გეკადრება და ჩვენ მე წარვადგინე ბოლოს ფილმის ბოლოს წარვადგინე მთელი ჩვენი ჯგუფი და იდგას გამოვიყვანე ქალბატონი სესილია. იცით რა მე ბევრჯერ მინახე როგორ ხდებოდნენ საყვარელ მსახიობებს, მაგრამ იმ დღეს იყო ისეთი ოვაცია, ისეთი რაღაცა ტაში არაჩვეულებრივად შეხვდა მაყურებელს, იყო ბოლოს შეხვედრა. მე უკვე ჩვენ ჩავაჯინეთ, ვარდები მივართვით, ჩავაჯინეთ მანქანაში, წავიდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გურამ ლორთიპანიძე იყო ჩემი ასისტენტი და მე არ ვფიქრობდი, რომ ის ყოფილიყო აგური. Только подумай, пока первый раз ударишь по нему. Камень не глина, сломаешь не прилепишь. Ну, наверное, вам все это не интересно. Ну что вы, очень интересно. А вы знаете, что говорили древние греки? Сам Зевс всемогущий спустился на землю, чтобы Фидий образ его изваял. И Фидий побежал на Олимпе. Да, страшно. ჩვენ ვეძებნი პიპინია. დავიარეთ თელ თბილისში რაღაც სიჟები გავაკეთე, არავინ არ გამოვიდა. ზოგი დიდი მსახიობი, ზოგი ისეთი ასეთი არ გამოვიდა. მე წავედით პროვინციაში და ჩავედით ფოჩში. იქ ვისწავლდი ერთ მსახიობს დობორგინიძეს. ისეთ რომელი არის, რომელსაც ძაღლი მოყავს მე. და იმას რომ აკაკიდე დობორგინიძე მიეცი სცენარი, მეორე დღეს მოვიდა მითხრა ისეთ რა აქ იყო ერთი მსახიობი და უნიჭობის გამო ის გაანთავისუფლეს თეატრიდან და ცხოვრობს სოფელ აცანაში და ასწავლის გერმანულს და რუსულს. ნუ დაეზარებ წადი და ჩვენ წავედით. გურამი ჩემი ასისტენტია, ავტობუსში წავედით თელი ჯგუფი. ჩავედით იქ ბავშვები თამაშობენ, გითხეთ, აი მასწავლებელი ვასილ ჩხაიძე, რომელიც სასწავლის გერმანულს და რუსულს, გიო და გაიქცენ და მივედით სახლი. სახლია ისეთი რომ აი ზღაპარივით არის, რაღაცა მუყაოებით, რაღაცა ისეთი რაღაცა უცნაური სახლი არის და ბოლი ადიოდა. გურამი წავიდა და გამოვიყვანა ისა. გამოვიდა კაცი. თითქმის ისევე იყო ჩაცმული, როგორც მე გადავიდა. პატივი მაქვს, წარმოგიდგეთ, ყოფილი მისი უმაღლესობის ლეიბგვარდიის კავალერიის პოლკოვნიკი პიპინიერის თავი. მოვიდა ჩვენთან, დავიწყეთ საუბარი. და მე ვიმეორე რომ ესეთი ვიწევთ სურათად და გვინდა რომ თავად ვითამაშო. არა, მე თავად ვითამაშო, როგორ გიარის. ეპიზოდი შემიძლია რომ ვითამაშო. ესე იგი მოსკოვში რომ წავედი და უნდა გამეკეთებინა რუსული. ასეთი ხმა როგორც ეროსის კონდა ვერ ვნახე. და ამიტომ მომივიდა აზრი რომ რუსული და ქართული გამეკეთებინა თბილისში. ქართული გაკეთებული კონდა. და რუსულს რომ ვაკეთებდი, მოვიყვანეთ მასწავლებელი რომ რაღაცა შეცდომა არ ქონდა. ძალიან კარგად გაახმოვანდა. სხვათა შორის შემდეგ რობერტ სტურმამ დადგა ხანუმა და იქ რუსული ქართული და იქ გამოიყენა ეს ვარიანტი. შემდეგ შერეკილებში გააკეთა ძალიან კარგად მე მგონი. ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც. და ნუ მე უკვე აღარ იყო ამის საშუალება და აი ამ ორ ფილმში ძალიან კარგად გააკეთა და ვასილ ჩხაიძე ძალიან კარგია ვარ. იქ ძალიან კარგი არის დათო ჟღენტი, რომელიც მის პარტნიორს თამაშობს, არიადნა შენგელაია, ბორის ციფურია, აღგრე ფხალაძე და ნუ სხვაებიც. ნუ იქ სამივეში არის გია ყანჩელი, შერეკილებში ძალიან მნიშვნელოვანი ჯანო კახიძე იყო, იმიტომ რომ კომპოზიტორიც იყო და ხო არასჩეულებრივად ვღეროდა იქ მისი სიმღერის გარეშე. ისეთ რა მოხდა.
ჩვენ ეგეთი წესი ქონდა, რომ ყოველთვის ვამთავრებდი სურათს, ვაჩვენებდი ჩვენ კოლეგებს და მე ვაჩვენე კოლეგებს, ჩემ კოლეგებს მუსიკის გარეშე და მითხეს, რომ ფილმი არ შედგა. და სწორი იყვნენ. და მე როდესაც ვაჩვენეთ ჩვენ კინოსახლში, აი სულ სხვა შეგრძნება ქონდა, ყველა მითხრა, აი ოთარ მეღვინით ხუცესი გადამეხვია და მითხრა, რომ ძალიან კარგი ფილმია რეჟისორებმა, იმიტომ რომ ამ ხმის გარეშე საერთოდ კინო არის ყველაფრის შეფარდება, როგორც არის გამოსახულების, ტექსტის და რა თქმა უნდა, მუსიკის და შერეკილები მუსიკის გარეშე არ არსებობს. ისიც რა, მე და რეზომ დავიწყეთ მუშაობა ქართულ პირველ მცენავებზე. დავდიოდი საჯარო ბიბლიოთეკაში, ბევრი ისინი, რა ვქნა, მასალები ვიპოვეთ, მაგრამ მე წერის დროს ეს რაღაცნაირად გადავიდა, ეს ძნელია თქმა მისი. რაღაცნაირად რეზომ უცბად გადაიყვანა, მე რაღაც დავეხმარე. მე მივხვდი, რომ ის არის. და ის მივხვდა, რომ მე ვარ. და მე უკვე მუშაობდით ჩემი ძმის ბინაში ჩვენ და რომ დავამთავრეთ, დავუძახეთ ჩვენ კოლეგებს. იქ იყო ლანა ღოღობერიძე, კიდე სხვები, მერაბი იყო, კუკოჩაშვილი და ვერაფრით ვერ დავაჯინეთ ეს რა ქვია, ეს ჩვენი საფრენი მიფრინავდა კიდე რაღაც დედამისთან ჩადიოდა კიდე რაღაცა და მე გვითხრეს, როცა აფრინდება, იქ დაამთავრეთ და მართლები იყო, იმიტომ რომ ეს იდეა არის თავისუფლებაზე და როდესაც ის ადის ცაში, ეს ნიშნავს, რომ ისინი განთავისუფლებენ ყოფისგან და ეგრე შედგა ეს ფილმი. არაჩვეულებრივი გამოფენა აქაც ისეთი ისტორია იყო, რომ მე და რეზომ წავიდეთ მოსკოვში, იყო კომიტეტის თავმჯდომარე რომანოვი. თბილისში კინოსტუდიაში, ძველ კინოსტუდიაში ვაჩვენეთ, ხალხმა ძალიან კარგად მის იყო მაყურებელი და იქ ეს კაცი დაჯდა, პატარა ის არის დარბაზია, რაღაცას წერს, ერთხელ არ გაუღიმია, რომ დაამთავრდა რეზო თარგმნა, რომ დაამთავრდა თქვა რუსულად ამბობ, მე ქართულად ვიტყვი, ფილმი არ გამოგივიდა. თქვენო ხალ მოდით 5 საათზე, ჩემთან, მე მოგწეს შენიშნებ, თუ იმას გააკეთეთ, საშუალო ფილმი გამოვა. ჩვენ მოვით 5 საათზე და ზივარ რეზომ ძაში მეუბნება, რომ მე გიღალატე, აი ნახე რა თვლი გამოვიდა. მე ვთქვა რეზომ, მე უკვე თეთქარამაზე გავატარებ და დაწანდი ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა მოვიდა ეს კაცი. ჩქარა შევიდი მის კაბინეტში. ხედავ რომ გვერდზე არის სუფრა გაშლილი. ძალიან გამიკვირდა, ეგეთი მიღება არასოც არ აქვს. დავჯექი. ეგ რა ტელეფონი ირეკება, ეს აიღებს, თან ეძებს თავის ჩანაწერებს, ვერ მონახა, იღებს და ეუბნება, რომ კი, რა თქმა უნდა, ამ ფილმს გამოგიზარდეთ, კიდე ამ ფილმს და მე ვხვდები, რომ არის კომიტეტის თავმჯდომარე დისპეჩერი არის, იმიტომ რომ სამთავრობო ორგანიზაციებში გზავნის ფილმებს. ამ დროს შემოვიდა კაცი. და ვხედავ, რომ ის არის ესეთ ფორმაში, რომ ვხედავ, რომ ეს არის რომ რაღაცა კულტურის ატაშე საფრანგეთის გაიგე და ეს სუფრა მისთვის არის გაშლილი. და ამან მოკიდა ხელი, გამოგვიყვანა იქიდან პატარა სხვა კარები და გეუბნება, რომ აი ეს თქვენი გმირი რომ დარბისო და ისვრისო, ის ამოჭერით, იმიტომ დაცინო არის დიდი სამამულო ომის და დანარჩენი დარჩეს როგორც იქან. ჩვენ გადავფრინდით თბილისში, მე ამიღე და პოზიტივში ამოვჭერი. და აქ ლენინმა მიშველა, იმიტომ რომ იყო 100 წლის თავი ლენინის დაბადებისა. ჩამოვედით, ვაჩვენე და ნეგატივში ხო დარჩა ყველაფერი. ჩამოვედი რედაქტორებს ვაჩვენეთ, მოეწონათ იმათ. არ ეცალათ იმისთვის, რომ ლენინის სურათები გადიოდა იქ რაღაცა იყო და ასე გადარჩა ფილმი. ზაური, ეს თქვა შენია. როგორ? ეს თქვა შენია ზაური. ბიძია ბიბინია, ეს ხომ პაროსის მარმარილი. Бери, родненький. გადაწყვეტი. Только сделай что-нибудь красивое.
ბიძიები ბინია. Красивая, შვენიერი, რაღაც ღვთაებრივი. მაგრამ თუ კი გადასწყვეტ ჩამოკარგო, უნდა დაარტყა. სწორია ბიძია, რა ვიშუბი, დაგული მართლა მაჩვენეთ, მართლა? დიდი. მე ამისგან გავაკეთებ. შერეკილები აჩვენეს თეირანის ფესტივალზე და ცისფერებთები კანში და რაც შეეხება არჩევნების გამოფენას, იქ საერთოდ არ არჩევნებიათ, მარტო იყო ბულგარეთში ერთხელ ძალიან კაი მიღება ჰქონდა და შემდეგ უკვე როტერდამში უკვე იმის მერე როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი. აი ესეთი ისტორია იყო.